მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნატა ჯაფიაშვილი, ერაზმუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი. ჩემი პროგრამის სახელწოდებაა კვლევა და ინოვაცია უმაღლეს განათლებაში და ჩემი კონკრეტული სპეციალიზაცია ამჟამად არის სწავლება და ვიმყოფები ბუდაპეშტში და ეტუაშ ლორანდის უნივერსიტეტში ვაგრძელებ სწავლას, სადაც დავამთავრებ და ჩავაბარებ ჩემს სამაგისტროს. მე დღეს თქვენთვის ერასმუსის სტუდენტების გაერთიანებასთან ერთად მოვამზადე რჩევები ერასმუსის გასაუბრებისთვის, რადგანაც ძალიან ხშირად მქონია შეხება ამგვარ გასაუბრებებთან და ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაცაში დაგეხმაროთ ჩემი გამოცდილება. ეს რჩევები შეეხება არა მხოლოდ გათვლით პროგრამებს ან სამაგისტრო პროგრამებს, არამედ ზოგადად შევეცადე, რომ შედარებით უნივერსალური კითხვები ამომერჩია, თუ როგორ შეიძლება რომ მოვამზადოთ გასაუბრებისთვის და რას შეიძლება ველოდოთ კონკრეტულად ერასმუსის შემთხვევაში. პირველ რიგში დავიწყებ ამ კითხვით, მოგვიყევით მეტი თქვენ შესახებ, ინტერესები, ჰობები. ამ კითხვის დასმისას ძალიან რთულია ხოლმე, საკმაოდ რთულია ხოლმე, რომ უცებ მეტი რა მოგიყვეთ, იმიტომ რომ აპლიკაცია გამოვაგზავნე, CV შევსებული მაქვს და გამოგზავნილი მაქვს, სამოტივაციო დავწერე და უცებ რაღაცა გონებაში ალბათ რთულია გადახარშო, უცებ რა მეტი, მეტი რითი შეიძლება წარმოვადგინოთ ჩემი თავი. მაგრამ თუ რაღაცა კონკრეტულად ვითვალისწინებთ, როგორ უნდა შევადგინოთ სამოტივაციო, როგორ უნდა შევადგინოთ CV, საკმაოდ ბევრი რაღაცა რჩება ამის მიღმა, რაც შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოგვეჩვენოს. მაგრამ თქვენს შესახებ რაღაცა წინასწარ შეეცადეთ, რომ მოემზადოთ, გეტყოდით ესე, რომ ჩამოწეროთ რა ინტერესები გაქვთ, არა მხოლოდ კარიერული და პროფესიული და უნივერსიტეტთან დაკავშირებული, ძალიან აკადემიური, არამედ ამის გარეთ. რითი ხართ დაინტერესებული, რა მოგწონთ, რა ჰობი გაქვთ, თავისუფალ დროს რას აკეთებთ. ნებისმიერი რამე შეიძლება გამოგადგეთ ამ დროს. თავარია არ გაჩუმდეთ, კითხვის დროს ალბათ ყველაზე ცუდი არის, რომ რაღაცა გაჩუმდეთ და რაღაცა ვერ უპასუხოთ, მით უმეტეს კითხვა, რომელიც არაფრით არ წარმოადგენს რაღაცა სირთულეს და უბრალოდ თქვენ შეიძლება რომ წინასწარ მომზადება დაგეხმაროთ და უბრალოდ დაფიქრება, წინასწარ რაღაცა ჩამოწერას ან რაღაცა მსგავსაც არ გირჩევთ, შეიძლება უბრალოდ დაფიქრდეთ ამ შეკითხვებზე და გაიაზროთ რა შეიძლება თქვათ მეტი თქვენს შესახებ. იმიტომ რომ ეს შეკითხვა არის, რაც ძალიან ხშირად გვხდება. და ზოგადად ინტერესები და ჰობი ძალიან ბევრ რაღაცას ამბობს ადამიანზე, როდესაც მათ მხოლოდ წინ უდევთ რაღაცა მშრალი აპლიკაცია, აკადემიური და სამოტივაციოც მაქსიმუმ ერთი გვერდი, ხო? და რამდენი შეიძლება გაიგონ ადამიანის შესახებ. როდესაც საკმაოდ საპასუხისმგებლოა აპლიკაციის შერჩევა სტუდენტისთვის, როცა ძალიან დიდია ხოლმე ერასმუსის გათვლით პროგრამებზე კონკურსი და ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომ ზუსტად სწორედ ის აპლიკანტები შეარჩიონ, რომლებიც მართლა იმსახურებენ ამას და ამიტომაც ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, რომ ამაზე გამახვილოთ ყურადღება, სანამ შეხვალთ გასაუბრებაზე. რაც შეეხება რა არის თქვენი მიზნები? ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩემი აზრით, რომელზეც ალბათ ყველას უნდა გქონდეს ცხოვრების რაღაცა ეტაპზე პასუხი. არ შეგეშინდეთ, რომ რაღაცა ძალიან გაწერილი და დაგეგმილი ცხოვრება არ ანახოთ მათ, არ არის ეს, რა თქმა უნდა, აუცილებელი. შეიძლება უთხრათ, რომ ჩემი მიზანია ამჟამად რაღაცა განვითარდე კარიერულად, რაღაცა ახალი აღმოჩენები, ახალი გამოწვევებია ეს ჩემთვის და რაღაცა კონკრეტულ ეტაპზე ვფიქრობ, რომ გამოვალ რაღაცა ჩემი პროფესიით. რა თქმა უნდა, თქვენ არ უნდა იყოთ თავდაუჯერებელი, რომ მე ჯერ არ ვიცი რა მინდა გამოვიდე და ეხა ამის მერე გადავწყვეტ. არა. ესე არა, უნდა იყოთ აუცილებლად თავდაჯერებული, რომ გაქვთ კონკრეტულად ჩამოყალიბებული მიზანი, იცით რას აპირებთ, იცით ამ კონკრეტულ გათვლით პროგრამას თუ სამაგისტრო პროგრამას რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში და იცით რა მნიშვნელობა, რა წონა აქვს ამ ყველაფერს თქვენ კარიერულ განვითარებაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ. იმიტომ რომ მიზანი არის ის, რისთვისაც ყველანი ვიხსოვთ, ხო, რაღაცა ვაკეთებთ, შრომობთ, ძალიან ბევრს მეცადინეობთ, წერთ, ვკითხულობთ. ამიტომ მიზანი შეიძლება ესე უცებ ერთი დაფიქრებით არ იცოდეთ, მაგრამ ამიტომაც არის სწორედ ეს ვიდეო ჩაწერილი და იმედი მაქვს გამოგადგებათ, რომ რაღაცა დავფიქრდეთ, ხო, ამ ძალიან დიდ შეკითხვებზე, რაღაცა ცხოვრებისეულადაც უნდა ჩაფიქრდებით, იმიტომ რომ მარტივი და რაღაცა თქვენი გულწრფელი პასუხი უნდა იყოს ის რა მიზანიც გაქვთ ცხოვრებაში. მაგალითად, მინდა გამოვიდე ადვოკატი, მინდა ვიყო მკვლევარი, მინდა ვიკვლიო რაღაცა მედიცინასთან დაკავშირებული საკითხები ან არქეოლოგია. არ აქვს მნიშვნელობა, რა თქვენი ნებისმიერი მიზანი, რომელიც თუნდაც მოკლევადიანი, თუნდაც გრძელვადიანი.
არ აქვს მნიშვნელობა. ან PhD-ს გაგრძელება. ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო ახლა აქ, მაგრამ არ დავიწყებ ამის ჩამოთვლას, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არის ამ შემთხვევაში, რომ უბრალოდ დაგაფიქროთ ამ შეკითხვებზე და არა რაღაცა მზა პასუხები მოგცეთ. იმიტომ რომ უსაზღრო არის, ან რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ვერსია ექნება ამაზე პასუხი. ცხადია, სწორი პასუხი ამ კითხვებზე არ არსებობს. რა არის თქვენი უნარები და რა გამოგარჩევთ სხვა აპლიკანტებისგან? ძალიან საინტერესო კითხვა. შეიძლება ფიქრობთ, რომ ანუ მოსაწყენია უკვე ესეთი კითხვები, რაღა დროს ესეთი კითხვებია, მაგრამ ფსიქოლოგიურად ადამიანი რეალურად ძალიან სწორ პასუხებს ცემს ამ ყველაფერზე. რა არის თქვენი უნარები? ანუ ისინი არა მხოლოდ დაინტერესებული არიან თქვენი აკადემიური მიღწევებით და იმით, რასაც უნივერსიტეტში აკეთებთ, ან თუნდაც მხოლოდ სამსახურში, ამის მიღმა ჩვენ მუდმივად თუნდაც კითხვის პროცესში, თუნდაც ჯგუფური მუშაობის პროცესში, არ ვიცი, ველზე მუშაობისას, რაღაცა ახალი საქმის გარჩევისას, кейსის, არ ვიცი როგორც არის, ძალიან ბევრ უნარს ვიძენთ, რომელიც შეიძლება იყოს ზოგადი, კონკრეტული პროფესიული და ასე შემდეგ, აკადემიური. ამიტომ თქვენ უნდა გქონდეთ რაღაცა თქვენს გონებაში, რაღაცა სია უნარებისა, სია უხეშად რომ ვთქვათ, რომელსაც იტყვით, რომ იცით რა, მე მაგალითად მაქვს კარგად განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარი. მიყვარს შეკითხვების დასმა, მაინტერესებს რატომ და როგორ ხდება ესა თუ ის მოვლენა. ვარ პუნქტუალური, მიყვარს ჯგუფში მუშაობა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მხოლოდ ინდივიდუალური მუშაობა უკვე მით უმეტეს ჩვენს თაობაში და ჩვენს ერაში უკვე ძალიან რთულია, რომ მხოლოდ ინდივიდუალურ მუშაობაზე დავამყაროთ იმედები და ჯგუფთან მუშაობის უნარი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. და რა გამოგარჩევთ სხვა აპლიკანტებისგან, ხო? ანუ კი, ხშირად ჩვენ გვიყვარს, რომ აი თანამდებები ვართ, რაღაცა გვიჭირს პასუხის გაცემა, მოვიფიქროთ, არავით არის თანამდებობა არ არის, აქ ჩემი აზრით საჭირო. უნდა იყოთ, იმიტომ რომ ყველა ფიქრობთ ალბათ სადღაც გონებაში, რა გამოგარჩევს სხვებისგან, ხო? ანუ რითი ვარ სხვაზე უკეთესი? არავით არის ცუდი შეკითხვა ეს არ არის, არ გაქცევთ რაღაცა ამპარტავან და ამაყ ადამიანთან, იმიტომ რომ კი, ყველას გგონია, რატო ვართ უკეთესი ადამიანები, რა პროფესიონალური მახასიათებლები მაქვს, რა ზოგადი უნარები მაქვს ის რაც შეიძლება კარგად ჩანდეს, ან თქვენ არედარებით და არედრებით კონკრეტულ პიროვნებას, ხო? ანუ აქ ზოგადად გვაქვს საუბარი, ანუ თქვენ როდესაც შეგაქვთ, ანუ გავიმეორებ იმას, რომ როდესაც შეგაქვთ განაცხადი ან გაცვლით პროგრამაზე ან რამე მსგავსზე, რეალურად ბარიერი ხოლმე ძირითადად კეთდება იმ წელს მიღებული თაობისგან თუ როგორც ვთქვა, ნაკადისგან ნაკადის შედეგი არის, ხო ეს ყველაფერი. ანუ როგორი ნაკადიც არის, იმ რაოდენობის სტუდენტები ირჩევა. მაგალითად, თუ 100 სტუდენტმა შეიტანა და ადგილი არის 9, პირველი 9, ხო? ანუ ეს პირველი 9 გადაწყდება იმის მიხედვით, რამდენად კარგი აპლიკანტები იყვნენ და თქვენი აპლიკაცია წამოიწევს წინ სხვებთან შედარებით, მაგრამ თქვენ ცხადია არ იცით. ეს სხვა აპლიკანტები ვინ არიან, მაგრამ უნდა შეეცადოთ, რომ რაღაცა ორიგინალური მოიფიქროთ, რაღაცა რა გამოგარჩევთ სხვებისგან, რა არის მნიშვნელოვანი თქვენს ხასიათში და ასე შემდეგ. ბევრს აღარ ვილაპარაკებ ამ შეკითხვაზე. გადავალ შემდეგზე, რომელიც არის რა არის თქვენი ნაკლი. ეს შეკითხვაც ალბათ ძალიან გაცვეთილად გეჩვენებათ უკვე, მაგრამ იცი რა მნიშვნელოვანი არის, რომ აღიაროთ რა არ შეგვიძლია, რა არ გამოგდის. რა არის რთული ჩვენთვის, რა არ მოგწონს ჩვენს თავში, რისი განვითარებაც გვინდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი ყოველთვის მიისწრაფოდეს განვითარებისთვის და რაღაცა უკეთესის მიღწევის სურვილი ჰქონდეს და უფრო მეტი ისწავლოს, უფრო მეტი გამოასწოროს რაღაცა, გაიაზროს თავისი შეცდომები. ამიტომ ნაკლის დასახელება არ ნიშნავს, რომ რაღაცა თქვენზე ძალიან ცუდს იძახით. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს, რომ მე ვარ საშინლად ზარმაცი და ყველაფრის კითხვა მეზარება და საერთოდ მეცადინეობა არ მიყვარს. ან მაგალითად ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ და ადამიანებთან ურთიერთობა და არ მიყვარს, ეს არის რაღაცა პირველი შეცდომა, ალბათ რასაც დავუშვებთ ერაზმუსის გასაუბრებაზე, იმიტომ რომ ერაზმუსი არის ის პროგრამა, რაც მთავარი ერთ-ერთი ძირეული მახასიათებელი არის ის, რომ ხელს უწყობს სოციალიზაციას, გლობალიზაციას, ეხმარება ადამიანებს ერთმანეთის გაცნობაში, კულტურულად გვაახლოვებს ერთმანეთთან, ახალ ადამიანებს ვიცნობთ, ხვდებით, უახლოვდებით და ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებთ არა მხოლოდ სწავლით იმ ახალ უნივერსიტეტში, არამედ ეს მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ანუ ნაკლი შეიძლება ბევრი რამე იყოს, მაგალითად ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მუშაობა მჭირდება ჩემს უნარებზე, რომელიც შეეხება სწრაფად კითხვას.
რაღაცა ახალი ტექნიკები მინდა მოვიძიო, როგორ დავგეგმო ჩემი დრო უკეთესად და ასე შემდეგ. ანუ ამასაც ახლა ბევრ მაგალითს არ მოვიყვა, რადგან არ მინდა რომ ჩემი აზრები ცალსახად თავს მოგაქვიოთ, იმიტომ რომ თქვენ თუნდაც შეგეძლიათ დაფიქრდეთ, არ გალანძღოთ საკუთარი თავი, მაგრამ არც ისე რომ არანაირი ნაკლი არ მაქვს. იმიტომ რომ ყველას გვაქვს რაღაცა ნაკლი ცხადია, რისი გამოსწორებაც უნდა გვინდოდეს. ანუ ეს არის აქ მთავარი, რომ კი მე ვიცი, რომ ეს არის ჩემი ნაკლი, მაგრამ მე ვმუშაობ ამაზე. მე ვფიქრობ, რომ ამას გამოვასწორებ ამითი, ეს პროგრამაც გარკვეულწილად დამეხმარება, რომ ეს ნაკლი გამოვასწორებ. თქვენი რომელი მიღწევებით ამაყობთ? ხო, ეს შეკითხვა მე თვითონ ძალიან კარგად მახსოვს, რომ დამისვეს გასაუბრებაზე. და რომელი მიღწევებით ამაყობთ? ანუ გააჩნიათ თქვენ უკვე ცხოვრების რომელ ეტაპზე ხართ? ანუ უნივერსიტეტში ახალი ჩაბარებული გაქვთ, სამაგისტროზე აბარებთ, ბაკალავრიატს მორჩით, მუშაობთ უკვე, დიდი ხანი არ გიმუშავებთ. ანუ უკვე ეს ძალიან პერსონალური და პირადი კითხვა არის, რომელიც თქვენი გონებიდან უნდა ამოარჩიოთ. ბევრჯერ გამიგია, რომ უთქვამთ ამაზე, რომ მაგალითად ეროვნული გამოცდები ჩავაბარე, მოვხდი იმ ფაკულტეტზე, რომელზეც მინდოდა, 100%-იანი გრანტი ავიღე. რაღაცა სამსახურში ამიყვანეს იმ სამსახურში, რომელიც ძალიან მინდოდა. ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, რითიც იამაყოთ და ესეც აუცილებლად გამოარჩიეთ. ანუ პასუხისგან თავი არ შეიკავოთ. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა. იმიტომ რომ ანუ ანა გაჩვენდეთ, შეიძლება დაფიქრდეთ 1-2 წამით, ანუ არც ეს არ არის პრობლემა თუ რაღაცა კითხვას დაგისვამენ. და დაფიქრდებით რამდენიმე წამით, იმიტომ რომ თქვენ გონებას რა თქმა უნდა ჭირდება, ხო? ანუ გაანალიზება ამ შეკითხვის რაღაცა სწორი პასუხის მოფიქრება, ну, სწორი როგორც უკვე თქვა არ არსებობს, მაგრამ შესაბამისი პასუხის მოფიქრება და საინტერესო რაღაცა ინტერპრეტაცია, ხო, ამ ყველაფრის. ამიტომაც აუცილებლად გამოყავით რაღაცა მიღწევები, ან მიღწევა, თუნდაც კონკრეტული ერთი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელთაც ამაყობთ და რომელიც ფიქრობთ, რომ რაღაცა გარდამტეხი იყო თქვენს ცხოვრებაში, მეტი მნიშვნელობა შეიძინა, კარიერულ განვითარებისთვის ძალიან სწორი გადადგმული ნაბიჯი იყო და ასე შემდეგ, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ცხოვრებაში უამრავია. არ ვიცი, ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება იყოს და ეს მიღწევები ყოველთვის იცვლება და ყოველთვის ერთი მეორეს ანაცვლებს. რაც შეეხება ამ შეკითხვას, რატომ გსურთ ერაზმუსის პროგრამით წასვლა? ხო, ანუ აი ეს არის ალბათ ის რითიც ძალიან ხშირად წდება ხოლმე ხანდახან. ანუ ხა თალსახა ის რომ გასაუბრებას რაღაცა კონკრეტული წილი აქვს მთლიან თქვენს აპლიკაციაში, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, იმიტომ რომ როგორც უკვე წინა შეკითხვებში აღვნიშნე, ერაზმუსით წასვლა თქვენ არ უნდა გინდოდეთ მაგალითად ქვეყნის დატოვების მიზნით. აქედან გასაქცევად რაღაცა ოჯახს მოვშორდე, მეგობრები არ მაინტერესებს, ან უამრავი ნეგატიური რაღაც შეიძლება მოვიფიქროთ, რაც არ უნდა ვთქვათ ამ დროს გასაუბრებაზე. და ძალიან ბევრი რაღაც არის, რატომ გსურთ ერაზმუსით წასვლა, იმიტომ რომ გიყვართ გამოწვევები, იქნება რაღაცა პირველი გამოცდილება უცხო კულტურაში ცხოვრების. ძალიან დაინტერესებული ხართ იმ კონკრეტული ქვეყნით და იმ კონკრეტული პროგრამით და უნივერსიტეტით, სადაც მიდიხართ. ეს არის თქვენთვის ახალი შესაძლებლობა დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყების ახალი ნაბიჯები, რაღაცა ახალი ენა, ახალი კულტურა, ამ რაღაცებზე ვისაუბრებ კიდევ შემდეგ, მაგრამ ეს არის ის ძირითადი მახასიათებლები ჩემთვის აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, მეც ახლა მახსენდება, ხო, ეს ყველაფერი, რომ გასაუბრება საკმაოდ დიდი ხნის წინ მქონდა, მაგრამ ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება გაიხსენოთ, როგორ შეიძლება სწორად შეფუთოთ და სწორად მიეწოდოთ ეს ინფორმაცია გასაუბრებაზე. რა წვლილს შეიტანს ერაზმუსის პროგრამა თქვენ სამომავლო კარიერულ გეგმებში? ანუ თქვენ უკვე ილაპარაკეთ, ანუ ქრონოლოგიას რა თქმა უნდა, ეხლა მე ვერ დავიცავ, იმიტომ რომ ანუ ადამიანები ისხედა გასაუბრებაზე და მრავალფეროვანი ადამიანები და ძალიან სრულიად განსხვავებული შეიძლება ინტერპრეტაცია იყოს ამ შეკითხვების, ან საერთოდ არ დაგისვენ, ანუ რა თქმა უნდა გარანტიები ამაზე არ არსებობს, მაგრამ ხშირად ყველაზე გავრცელებული შეკითხვები რაც არის ისინია და ნუ თუ უკვე მიზნებზე ისაუბრეთ თქვენ, რაც უკვე აღნიშნე მე და რაზეც ვისაუბრე, რა წვლილს შეიტანს ერაზმუსის პროგრამა თქვენ სამომავლო კარიერულ გეგმებში, ხო? ანუ უნდა გაუსვათ ხაზი, უნდა გამოკვეთოთ. რა როლი ექნება ერაზმუსის პროგრამას? შეგიძლია აღნიშნოთ, რომ რაღაც არ ვიცი, სტატისტიკურად ერაზმუსის კურსდამთავრებულები, ან ერაზმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები უფრო მეტად წარმატებულები არიან. ან რაღაცა ხედავთ, რომ თქვენს გარშემო ვინც არიან, უფრო მეტი მიღწევა აქვთ, უფრო მეტად აქტიურები არიან, კონტაქტები, რასაც იმებრად ნეტვორკინგი ქვია, ძალიან მნიშვნელოვანია ესეც მით უმეტეს ახლანდელ პერიოდში.
არ ვიცი, უამრავი რამ, თქვენს მიზანს, კარიერული გეგმა გაქვთ, ხო გინდათ რომ განვითარდეთ, გინდა რაღაცა ახალი ისწავლოთ, ახალი კუთხით შეხედოთ, სხვა ქვეყნის გამოცდილება გაიაზროთ თქვენი პროგრამის მიმართულებით, თქვენი ფაკულტეტის მიმართულებით, რაღაცა ისეთი საგნები ისწავლოთ, რისი საშუალებით რაც აქ არ არის. ოღონდ არა ნეგატიური დატვირთვით ცხადია, იმიტომ რომ უბრალოდ კურიკულუმში არ გაქვთ ეს საგნები და გინდათ რომ ფიქრობთ რომ იქ საინტერესო იქნება. და ანუ რაც მთავარია, უნდა აღნიშნოთ, რომ ერაზმუსი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯი იქნება და თქვენ ამას სერიოზულად უყურებთ და არა როგორც უბრალოდ გართობის პერსპექტივას და სადღაც რაღაცა 6 თვე თუ რამდენი ხანი იქნება ეს პროგრამა, იმდენი ხანი წასვლა და რაღაცა ძალიან არაფრის კეთება, არაფრის სწავლა, არაფრის წაკითხვა. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ჩემთვის თუ მხოლოდ ინგლისურენოვანია პროგრამა, რაღაცა ინგლისურის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც სამომავლოდ კარიერულ გეგმებში აუცილებლად მჭირდება და ეს გამოცდილება ძალიან სერიოზული იქნება ჩემთვის, რაც ძალიან დიდ რაღაც პლუს მომანიჭებს შემდეგ უკვე სამომავლოდ განვითარებისთვის. და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რაღაცის მოფიქრება შეიძლება, რა წვლილი აქვს ერაზმუსის პროგრამას და ამაზეც გირჩევთ, რომ რაღაცა 1-2 წუთი დაფიქრდეთ, სანამ გასაუბრებაზე შევხვალთ, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული პასუხი მაინც დაახლოებით მოფიქრებული გქონდეთ. რატომ აერჩიეთ ეს კონკრეტული პროგრამა და უნივერსიტეტი? ეს შეკითხვაც ზუსტად მახსოვს, რომ დამიშვეს, როდესაც გათვლითი პროგრამის გასაუბრება მქონდეს, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული უნივერსიტეტი მქონდა არჩეული, კონკრეტული ფაკულტეტი, აპლიკაციაში კონკრეტული საგნები მქონდა ჩაწერილი და მკითხეს, რომ ანუ რატომ ეს უნივერსიტეტი, რატომ ეს პროგრამა, რატომ დავინტერესდი. ნუ პროგრამა პირველ რიგში ძალიან მარტივი იყო, იმიტომ რომ სოციოლოგიაზე ვსწავლობდი და სოციოლოგიის მიმართულებით ავერჩიე ცალსახად ეს პროგრამა, იმიტომ რომ ეს იყო ის მიმართულება, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და მომავალშიც ვფიქრობდი, რომ ამ მიმართულებით განვითარდებოდი და ეს კვლევა, ამაზე სწავლა ძალიან ბევრ რაღაცაში დამეხმარებოდა და რატომ ეს უნივერსიტეტი? ანუ უბრალოდ იმიტომ არა, რომ რაღაცა მხოლოდ ამაზე იყო ადგილი, ან მხოლოდ ეს დავინახე და ეს მომეწონა, ან ეს ქვეყანა იყო ძალიან კარგი, არა, ეს არ არის პასუხები ამაზე. იმიტომ რომ უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ კურსები რაც ვნახე შემოთავაზებული სასწავლო ხელშეკრულებისთვის, learning agreement რასაც ქვია იმისთვის, ძალიან კარგი კურსები იყო, დავინტერესდი, ვნახე სხვა სტუდენტების, კურსდამთავრებულების შეფასებები, ვესაუბრე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს თუ იყვნენ ასეთი სტუდენტები, რომლებიც უკვე იყვნენ ამ უნივერსიტეტში და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. გამოცდილება რომ გაგვიზიარეს, მეც დავინტერესდი და მეც დიდი სიამოვნებით ვისწავლედი ამ უნივერსიტეტში. რაღაცა ინტერნეტში მოვიძიე მათი კამპუსი, ბიბლიოთეკა და ძალიან დამაინტერესა, ბევრი კარგი შეფასება ვნახე. აღნიშნავენ, რომ რაღაცა კონკრეტული საგნის ლექტორი ძალიან კარგია, მისი კვლევები წავიკითხე. ან ასე შემდეგ, ანუ ამაზეც ძალიან ფართო დიაპაზონია იმ სავარაუდო პასუხებისა, რაც შეიძლება გასცეთ და როგორც უკვე აღნიშნე, ჩემი აზრით მთავარი არის, რომ რაღაცა ძალიან ნეგატიურად არ წაიყვანოთ გასაუბრება და ანუ თალსახად არ დაანახოთ, რომ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ გინდათ, რომ რაღაცა ქულები დაიწეროთ, არ ვიცი, ანუ უბრალოდ წასვლისთვის სახვიათ. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ გარდა ძალიან ბევრ სტუდენტს უნდა, რომ ერასმუსის გათვლითი პროგრამით ისარგებლოს და მათთვის ეს მართლაც ღირებული დანამატი იქნება და არა უბრალოდ გართობის რაღაცა პერსპექტივა. ამიტომ ამასაც შევეცადოთ, რომ ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ. მართლა უნდა ნახოთ ჩემი აზრით პროგრამა და კურიკულუმი იმ კონკრეტული უნივერსიტეტის, სადაც მიდიხართ, მართლა უნდა შეხედოთ იმ შეფასებებს, იმიტომ რომ შემდეგ არ დარჩეთ იმედგაცრუებულები, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ხდება. ანუ უნდა გამორიცხოთ რაღაცა, მართლა უნდა იყოთ დაინტერესებული, ანუ ეს კითხვა არ უნდა მოიგონოთ საუბრისას ამ კითხვაზე პასუხი, ანუ ამ კითხვაზე პასუხი თქვენ უნდა გქონდეთ უკვე, როდესაც ამზადებთ სამოტივაციო წერილს და როდესაც ამზადებთ აპლიკაციას და ხელშეკრულებას აწერთ ხელს. იმიტომ რომ თუ არ იცით, ანუ ეს ბრმად ძალიან რთულია, ანუ ამ აპლიკანტის არჩევა, რომელიც ვერ გცემს კონკრეტულ პასუხებს იმაზე, რატომ აირჩია ეს კონკრეტული პროგრამა ან უნივერსიტეტი. ამიტომ ამ შეკითხვასაც საკმაოდ სერიოზულად მოეკიდეთ. ფიქრობთ, რომ მზად ხართ ახალი ენის შესასწავლად? ძირითადად, ანუ ერასმუსის გათვლითი პროგრამით მოვდივართ ევროპაში, ხო, სადაც სახელმწიფო ენა აღარც ერთ ქვეყანაში აღარ არის ინგლისური, ხო, ოფიციალური ენა ინგლისური აქეთ არსად აღარ არის, სადაც შეიძლება რომ მოგიწიოთ სასწავლად წამოსვლა.
ამიტომ შეეცადეთ, რომ იყოთ მზად მართლა ახალი ენის სასწავლად, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეთ გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, უნგრეთში, ფინეთში, არ ვიცი, უამრავ ქვეყანაში, სადაც მიხვდებით, რომ იცით, მხოლოდ ინგლისურით ბევრ რაღაცას ვერ გააკეთებთ, ბევრ რაღაცაში ვერ დაგეხმარებათ და თან ესეც ერაზმუსის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია კულტურული გაცვლა, თქვენ იქ არა მხოლოდ სასწავლად მიდიხართ და არა მხოლოდ ახალი საგნების გასაცნობად, როგორც უკვე ბევრჯერ აღნიშნე, ეს არის ერთგვარი კულტურული გაცვლა ორ ქვეყანას შორის, ხო? იმიტომ რომ თქვენ მიდიხართ როგორც ქართველი და იქ იმ ქვეყანაში უნდა დაფუძნდეთ და 6 ან 5 თვე, რამდენი ხანიც იქნება, უფრო მეტი, იმ ქვეყნის წესებს მოეგოთ. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში ეს არის პატივისცემა, რომ როდესაც ჩადიხართ იქ იმ ქვეყნის ენის შესწავლას იწყებთ, თუნდაც ელემენტარულ დონეზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრგან გამოგადგებათ პირველ რიგში და მეორე ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი мотиваცია, რომ მაგალითად ხართ რაღაცა პროფესიის კონკრეტული და თქვენ ფიქრობთ, რომ ფრანგული ან გერმანული ენა თქვენი პროფესიის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ აირჩიეთ ეს პროგრამაც და ეს უნივერსიტეტიც, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ აქ უფრო მეტი შესაძლებლობა გექნებათ, რომ პრაქტიკულად უფრო მეტი გამოცდილება მიიღოთ ამ ენის მიმართულებით. კი, თქვენი ძირითადი ენა, მეორე ენა არის ინგლისური, მაგრამ ფიქრობთ, რომ ეს ახალი ენის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი კარიერისთვის და ესეც რაღაცა ერთგვარი დამატებით ღირებულებას შეძენს თქვენს სამომავლო რაღაცა კარიერულ პიროვნებას, ესე ვთქვათ. ამიტომ ყოველთვის მზად უნდა იყოთ ახალი ენის შესასწავლად და ეს არის რაღაცა ახალი კულტურისთვის ჩაღრმავება, მათი მახასიათებლების გაცნობა, იმიტომ რომ ენა ზოგადად ხშირად ძალიან ბევრ რაღაცას ამბობს იმ კონკრეტულ ქვეყანაზე. და ეს ბოლო შეკითხვა ამით მინდოდა დამემთავრებინა, იმიტომ რომ გაქვთ თუ არა რაიმე შეკითხვა. ხშირად ამთავრებენ ხოლმე ამითი გასაუბრებას ინტერვიუერები და ამაზე ყოველთვის ჯობია რომ გქონდეთ რაიმე შეკითხვა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს რაღაცა მოგონილი, მხოლოდ შეკითხვისთვის შეკითხვა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ბევრი კითხვა ჩნდება ზოგადად მომზადების პერიოდში. რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ და რაზე პასუხიც შეიძლება ეს მარტივად ვერ მიიღოთ და თვითონ იმიტომ რომ გასაუბრებაზე ხშირად, ამასაც ვიტყვი ხა, რომ გასაუბრებაზე ხშირად ხვდებიან თქვენი უნივერსიტეტის წარმომადგენელი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თქვენი ფაკულტეტის წარმომადგენელი და შესაძლებელია იყოს იმ მიმღები უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელშიც თქვენ სავარაუდოდ გაემგზავრებით. ამიტომ მასთანაც კონკრეტულად შეიძლება გქონდეთ რაღაცა შეკითხვა, რომ ეს ქვეყანა როგორია, ეს უნივერსიტეტი როგორია, რა გამოცდილება აქვთ, რას ფიქრობთ, რას გირჩევდათ, როგორ უნდა მოემზადოთ. მაგალითად, პასუხი როდის იქნება, ეს ძალიან უკვე ტექნიკური შეკითხვა, მაგრამ თუ არ გაქვთ, შეიძლება ესეც დასვათ, საერთოდ სხვა არაფერი, მაგრამ უამრავი რაღაცა შეიძლება გაგიჩნდეთ თავში, თუნდაც საუბრის დროს და არ მოგერიდოთ, იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა თქვენ არიცით რამე, ხო, პირიქით, თქვენ უნდა დაანახოთ მათ, რომ დაინტერესებული ხართ ამ პროგრამით, ინტერესი გაქვთ გაჩენილი, კითხვები გიჩნდებათ, რაღაცა გაინტერესებთ, მნიშვნელოვანია და ესეც ერთგვარი რაღაცა კარგ ტონად ითვლება, ჩემი აზრით, თუ ბოლოს საინტერესო შეკითხვას დასვამთ. შეკითხვებთან დაკავშირებით სულ ეს იყო. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ შესაძლებელია მით უმეტეს ამ კონკრეტულ პერიოდში, ხარაც ეს პანდემიის პერიოდია, გასაუბრება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირად. მაგალითად, მე მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრება გაცვლითზე, მქონდა 4 წლის წინ, რაღაცა კონკრეტული პირადი მიზეზების გამო გასაუბრება მქონდა ტელეფონით. კი, ესეთებიც ხდება და ვერ ვიტყვი რომ რაღაცა დამაკლდა თქო, მე პირადად არაფერი არ დამკლები, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ამირჩიეს და წავედი შემდეგ, მაგრამ უცნაური იყო, იმიტომ რომ პირისპირ არ უყურებთ ადამიანს. ონლაინ გასაუბრება კიდევ უკვე სხვა რაღაცა არის. ალბათ უკვე ყველასთვის რაღაცა ნელ-ნელა ვეჩვევით ამ სიტუაციას და დიდი გამოწვევა უკვე აღარავისთვის აღარ არის, მაგრამ იმუშავეთ თქვენ თავზე. შეეცადეთ რომ იყოთ გახსნილები, თავდაჯერებული, მიზანმიმართული. ხო, შეიძლება უბრალოდ სიტყვების რაღაცა ტრიალად გეჩვენებათ ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, როგორი განწყობით შედის ადამიანი გასაუბრებაზე. პირველ რიგში არ უნდა ინერვიულოთ, იმიტომ რომ შეგნით არაფერი სანერვიულო არ დაგხვდებათ. ისინი ყოველთვის არიან ძალიან კარგად განწყობილები, ეს არ არის გამოცდა, რომელზეც ვინმეს თქვენი ჩაჭრა უნდა, მათ უნდა დაინახონ რეალურად როგორი ადამიანი ხარ, რამდენად დაინტერესებული ხარ, რამდენად სანდო ხარ, რომ გაგიშვან.
და მიგიღონ სხვადასხვა უნივერსიტეტში და ძალიან ბევრი რაღაცა პატარა დეტალის. მათ უბრალოდ თქვენი უკეთესად გაცნობა უნდათ. იმ დოკუმენტებზე და ინფორმაციაზე დაფუძნებით მათ აქვს ზოგადი წარმოდგენა უკვე თქვენზე. მაგრამ მათ სურთ რომ უფრო ახლოს გაგიცნონ, უფრო მეტად დაინახონ თქვენი სხვა რაღაც მახასიათებლები, სხვა ინტერესები, ჰობი, მიზნები, რაღაცა ცხოვრებისეული გეგმა და ასე შემდეგ. ამიტომ იყავით ძალიან მოშვებული, შვიდად გაწონასწორებული, ხო, რთულია ბევრი ადამიანისთვის, რომ ესე თავდაჯერებული და შვიდი და წყნარი იყოს გასაუბრებაზე, მაგრამ რაღაცნაირად დაარწმუნეთ თქვენი თავი, რომ ეს არაფერი საშიში არ არის და არავის თქვენი ცუდ მდგომარეობაში ჩაყენება არ უნდა, პირიქით ძირითადად ძალიან კეთილგანწყობილების ხედავ ხოლმე გასაუბრებაზე და მათ უნდათ რომ დაგეხმარონ. და რაღაცა ახალი გამოცდილება დაამატონ თქვენს CV-ს ან აპლიკაციას. და კი, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, ზუსტად ვიცი. სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა, იმედი მაქვს, რაღაცაში გამოგადგებათ ჩემი ეს ვიდეო და დაგეხმარებათ რაღაცა კონკრეტულ რჩევებზე. ძალიან ბევრი შეიძლება ამაზე კიდევ ვილაპარაკო, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეხლა ამჯერად მხოლოდ ამ ინფორმაციით დაუკმაყოფილებულიყავი და თუ მეტი შეკითხვა გაქვთ, ან გაინტერესებთ რამე, შეგიძლიათ ან ISN-ის გვერდს მიწაროთ, ან დამიკავშირდეთ ამ მითითებულ მეილზე და შევეცდები შეძლების დაგვარად გიპასუხოთ და გაგცეთ პასუხი. მადლობა ყურადღებისთვის.